მოგესალმებით, მივესალმები სრულიად საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება პარტია საქართველოს თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი დღეს მინდა გაცნოთ იმ ფაქტთან დაკავშირებით რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სადაც ჩვენ შეტანილი ჰქონდა საჩივარი ნაციონალური მოძრაობის არჩევნებიდან მოხსნასთან დაკავშირებით გაგვცა პასუხი არის რა თქმა უნდა არადამაკმაყოფილებელი мотивация გახლავთ ის რომ თურმე 2016 წლის 8 სექტემბრამდე იყო საჭირო წარმოგვედგინა ესა თუ ის ხარვეზი ამა თუ იმ პარტიისთვის რაც რეალობას არ შეესაბამება და აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და შევიტანთ სასამართლოში დავიწყებთ სასამართლო დავას ხვალისთვის იქნება ეს საჩივარი გამზადებული და ხვალვე შევიტანთ როგორც მოგეხსენებათ დაჩქარებული წესით მიმდინარეობს სასამართლო განხილვები არჩევნებთან დაკავშირებით და მოუწოდებ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას გვერდში დაგვიდგნენ იმისათვის რომ დავადგინოთ სამართალი დავადგინოთ ამ ფაქტთან დაკავშირებით რაც შეეხება მეორე საკითხი რაც დღეს გვინდა საზოგადოებას ვამხნოთ ალბათ ყველასათვის ცნობილია ის ფაქტი რომ საქართველოს ყრუთა კავშირმა დაიწყო პოლიტიკურ ორგანიზაციებთან მემორანდუმების გაფორმება. მე მინდა საზოგადოებას ვამხნო ის ფაქტი რომ ყრუთა კავშირმა ძალიან კარგად იცის რომ მათი საზოგადოების წევრები მონაწილეობენ არჩევნებში როგორც მაჟორიტარებად ასევე პარტიული სიით. მათ აზრადაც არ მოსვლიათ ამ პირების დაპატიჟება თავის ამ კლუბში და დაძახება თუ რა პროგრამას წარმოადგენენ ეს პირები და რა ცვლილებები უნდა შეიტანონ ამა თუ იმ მიმართულებით შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან დაკავშირებით. პირადად მინდა გადავცე ბატონ დავითს დიდუბის რაიონის მაჟორიტარს და მან ისაუბროს თუ რა პროცესები მიმდინარეობს ყრუთა კავშირში და რატომ ხდება ამ ადამიანების იგნორირება, რატომ ხდება რომ მათ არ აძლევენ იმის საშუალებას რომ თარჯიმნებმა გადაუთარგნონ და მოსახლეობას გააცნონ თავიანთი პროგრამები და თავიანთი აზრი, ამიტომ გთხოვთ საზოგადოებას რომ რეალურად შეხედეთ ამ საკითხს და მოусმინეთ ამ ადამიანებს თუ სად შეიძლება და როგორ შეიძლება რეალურად გადაწყდეს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ბედი. დიდი მადლობა იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს რომლებიც მივიდნენ ყრუთა კავშირში და მოაწერეს იმ მემორანდუმს, თუმცა ისინი არ არიან საქმის კურსში თუ რა პროცესები მიმდინარეობს ყრუთა კავშირში. ამიტომ გარკვეულწილად დეტალებით ბატონი დავითი ისაუბრებს და გადავცემ სიტყვას ბატონ დავითს. მოგეწარმები ყველა დამომრჩევლებს, რომელთაც მაიამ მეთოიცე ჩაატარა რეფერენდუმი, რომელთაც კომისიები თავით მოიწვია და თავით პოლიტიკოსებს, მაგრამ ჩვენ არ მოგვიწვიეთ. ეთერი ლამპურად ჩახლავენ. ეთერი კომისიები გულით ქლარქიმა. ეთერი ვიტომ რეკლამად აკეთებ, რომ გაიტაკმეთ, მაგრამ შად მაიამ მეთოიცე არჩევნებით დამგრეველი წარმომადგენელია და მაგრამ მე გამიგვიდა არჩევნებით დახარბებით მასშტაბით ჩვენ მოვიგეთ სასამართლოში. აი ეს ფაქტია. და მაიამ როგორ მიიღო თავისი დამგრეველი ითელ პატოჭარი იქნება და მე არ ვიცი. მე გამიგვიდა მაია გულით საქმეთ ქლარ აკეთებ. ეთერი რეკლამა გამით. მე ამათ ვეცი ნაკეთებ. ეთერი არიან დახურებია. არ მოგწევს. ამიტომ ჩახრავთ ნამდვილად კომისიებს. ჩვენ არ ემსახურება კომისიებისთვის. აი მე არ მოგწევს. და ეგრა ჩურადათა კითხვის ბატონი ჯურავი. მოგესალმებით პირველ რიგში ჩვენ ამომრჩევლებს. მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ საქართველოს ყრუთა კავშირში ჩვენ თარჯიმანი არ გვაძლევთ, უფლებას არ გვაძლევთ, არაფერი. საერთოდ ჩვენ უნჯები ხალხი ყველაც გვჭირდება თარჯიმანი, ჭირდება საქმე, მაგრამ თარჯიმნები ჩვენ არ მოდი. ეს ყრუთა კავშირი აბრძანებს რომ თარჯიმნების არ უფლებას არ აძლევს ხალხს. ეს მე არ მომწონა. საერთოდ თარჯიმანი უნდა იყოს ნეიტრალი ხალხისთვის.
არა მარტო ჩემთვის, ხალხის ყველა ყრუმუნჯებისთვის ესე არ შეიძლება. მე ვეწინააღმდეგი ყრუთა კავშირი. მაია მეტონიზმ გააფრთხილა ყველა თარჯიმნებს რომ არცად არ უნდა წავიდე მისი ბრძანება. ეს უფლება არ არის. საერთოდ არ შეიძლება. ჩვენ ყრუმუნჯებისთვის ჭირდება რომ თარჯიმანე. მე მინდა პირველ რიგში მივესალმო და დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ გიორგი ლულუაშვილი. მე საზოგადოებას ასევე მინდა ვამსნო რომ 10 სმენდა დაქვეითებული პიროვნება ღებულობს არჩევნებში მონაწილეობას. ეს ხდება პირველად სოფლიოში ასეთი რამ არასდროს არ მომხდარა, დღეს ეძლევათ საშუალება თავად მათ იზრუნონ საკუთარ თავზე. იზრუნონ იმისათვის, რომ რეალურად თუ რა ჭირდება შეზღუდული შესაძლებლობების პირებს. საზოგადოებას ამცნონ და იბრძოლონ ბოლომდე საკუთარი თავის ბედისათვის. ამიტომ მოუწოდებ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, ნუ წამოეგებიან ისეთ ხრიკებზე, როდესაც ესა თუ ის ორგანიზაცია ცდილობს ამ პირებით ისარგებლოს და საკუთარ საზოგადოებას ამცნოს, რომ თითქოს და რაღაცას აკეთებენ. რეალურად ეს პირები არაფერს არ აკეთებენ, რამე რომ გაკეთებულიყო, დღეს არ იქნებოდა საჭიროება შეზღუდული შესაძლებლობის პირების მხრიდან პოლიტიკაში წამოსვლის და არჩევნებში მონაწილეობის. ამ პირებს ჰქონდათ საკუთარი საწარმოები, ჰქონდათ საკუთარი დასაქმების ბაზა, რომელიც გაუნადგურეს, დღეს აღმოჩნდნენ ეს ადამიანები უმუშევრები და გაღატაკებულები. მათ ფაქტურად სამათხოვროდ გაუშვეს ქუჩებში და ხედავთ ალბათ საზოგადოება თბილისის ქუჩებში ყრუმუნჯები თუ როგორ მათხოვრობენ და რა დღეში არიან. სამწუხარო ფაქტი არის. სამწუხარო ფაქტია, როდესაც ყრუმუნჯთა ასოციაციის ქონება არის გაქირავებული და რეალურად ამ ადამიანებს არ ხმარდება. ამიტომ მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს რეალურად შეაფასონ სიტუაცია და რეალურად ვინც მონაწილეობენ არჩევნებში, მათ მოусმინონ და მათი პოზიციები დააფიქსირონ. კიდევ ვიმეორებ, დღეს პრობლემა არის ის, რომ ყრუმუნჯთა ასოციაცია არ აძლევს იმის საშუალებას თარჯიმნებს, რომ ამ კანდიდატებს მიცემს საშუალება მოსახლეობას გააცნონ თავიანთი პოზიციები. და დღეს კიდევ გრძელდება ის, რომ რაღაც პოლიტიკურ ორგანიზაციებთან თითქოს და რაღაც მემორანდუმებს აფორმებენ. ესა კნარი სიცრუე. რეალურად ერთადერთი ორგანიზაცია არის ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, სადაც მოხდა შეზღუდული შესაძლებლობების პირების მონაწილეობა არჩევნებში. ამ რაოდენობაზეც არა, ერთი ადამიანიც კი არ ყავს სხვა ორგანიზაციებს შეზღუდული შესაძლებლობის პირები და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ამათი ბედიღბალი მართონ ისე, რომ თითქოს და რაღაცას აკეთებენ და რეალურად არაფერს ამ დროს არაფერს არ აკეთებენ მათ სასიკეთოდ. კიდევ ვიმეორებ, ამ ორგანიზაციებს ქონდათ საკუთარი წარმოებები, როგორც ყრუთა საზოგადოებას, ასევე უსინათლოთა საზოგადოებას. ეს საწარმოები გაანადგურეს, მიწასთან გაასწორეს, დღეს გარკვეულ პირებს აქვთ ამ ორგანიზაციებში მონოპოლია მოპოვებული, არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ თავისუფლად იმოქმედონ ამ ადამიანებმა და დღეს მოხდა ის, რომ ამ ადამიანებს მიეცათ საშუალება საზოგადოების წინაშე წარსდნენ და საზოგადოებას დაანახონ თუ რა შეუძლიათ ამ ადამიანებს. შეუძლიათ აზროვნება, შეუძლიათ მუშაობა და შეუძლიათ რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობა აწარმოონ. ამიტომ მათ ხარში უნდა დაუდგეთ და კიდევ ვიმეორებ, ეს ადამიანები მონაწილეობენ მაჟორიტარ კანდიდატებად და აქ არ არის საუბარი, რომ რომელიღაც ჩვენი სახით რაღაც პლუსებს ვიწერთ საზოგადოების თვალწინ. მიეცით მაჟორიტარ კანდიდატებს. თუ თქვენ პარტიული მიმართულებით არ გაინტერესებთ და პარტიას არ გინდათ, მიცეთ მაჟორიტარებს, მიეცით მაჟორიტარებს დაეხმარეთ, რომ პარლამენტში აუცილებლად მოხდნენ ეს პირები. ერთია პირი მაინც უნდა იყოს პარლამენტში იმისათვის, რომ მათი პოზიცია დააფიქსირონ. საზოგადოებას მოუწოდებთ, რომ 17 ნომერი შემოხაზონ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ საქართველოს.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის, დიდ მადლობას ვუხდი მეორე არხს და საზოგადოებრივ არხს იმისათვის, რომ გვაძლევს საშუალებას, რომ საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა იმისათვის, რომ რეალურად დაინახონ თუ რა ხდება დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე. მადლობთ ყურადღებისათვის.